UFC 311 ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ღონისძიება გამოდგა, რომელმაც ყველანაირი მოლოდინი გაამართლა. ივენთების შედეგის გამო ცოტა უცნაური სიტუაცია გვაქვს. თავარი ბრძოლის ჩემპიონისთვის, რომელმაც საკუთარი ქამარი უკვე მეოთხედ დაიცვა და პირველივე რაუნდში მოუგო რენატო მოიკანოს, რატომღაც რო ასე მოხდებოდა. სარუკიანის გარდა საერთოდ აღარავინ აღარ დარჩა რომ ებრძოლოს. იგივეს თქმა შემიძლია ჩვენს ქართველ ჩემპიონზეც, რომელმაც მისი დივიზია მთლიანად გაწმინდა და გააკრიალა. ამ ვიდეოში მოგიყვებით თუ რა ბრძოლებს და სურპრიზებს უნდა ველოდოთ 2025 წელს. სარუკიანისა და მახაჩევის ბრძოლა. როგორც იცით, დაღესტნელი მებრძოლი სომეხ არმან სარუკიანს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ზურგის ტრამვის გამო არმანი ბრძოლას ჩაიხსნა. სამწუხაროდ გულშემატკივრებმა ვერ ვნახეთ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა და იმის გამო რომ ღონისძიება არ ჩავარდნილიყო, დაღესტნელს რენატო მოიკანო მოუყვანეს საზარბაზნე ხორცად. ხო და ახლა რა ხდება? დანა ვაითმა გარკვევით განაცხადა, რომ არმან სარუკიანს ასე პირდაპირ სატიტულო ბრძოლას აღარ მისცემს და ერთი ბრძოლის ჩატარება მაინც მოუწევს. გვაქვს ჩარლზ ოლივეირას ვარიანტი, რომელიც სატიტულო ბრძოლაში მახაჩევთან დამარცხდა, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა და ჩენდლერს მოუგო. ძალიან მეეჭვება, რომ მახაჩევთან მეორედ მიიყვანონ ოლივეირა, ასე რომ სავარაუდოდ ეს ბრძოლა არ შედგება. ჩარლზისთვის ერთადერთი რეალური ვარიანტი არის ბრძოლა BMF-ის ქამრისთვის მაქს ჰოლოვეისთან, რაზეც კომენტარი თვითონვე გააკეთა. სარუკიანი კი მაინც რჩება ნომერ პირველ კონტენდერად და მიუხედავად დანას სიტყვებისა, ეს ის ბრძოლაა, რომლის ნახვაც მაინც ყველას ძალიან გვინდა. ხო და თუ სარუკიანის ვარიანტი გამოირიცხა, რჩება ერთი საჩვენო და წყალგაუვალი ვარიანტი. მახაჩევი და თოფურია. ბრძოლა, რომელსაც მთელი UFC სამყარო ველოდებით, რომ ამ წელს შედგება. ამ შემთხვევაში სიტუაცია ცოტა ჩახლართულად არის. რახან ისლამმა მისი მთლიანი წონა გააზრდთავა და როგორც უკვე ვთქვი, არმანთანაც ბრძოლა არ იქნება, რჩება ქართველის ვარიანტი. ვინ მოიყვანა ეს არ ვიცი. იხა ბიჭი. ილია თოფურიამ კი ცოტა ხნის წინ ასეთი გეგმა დაისახა. ავიდოდა ზედა წონით კატეგორიაში, დაამარცხებდა ჩარლზ ოლივეირას და შემდეგ ეჩხუბებოდა pound for pound-ის რეიტინგით ნომერ პირველ კაცს და რა თქმა უნდა დაეუფლებოდა მსუბუქი წონის ქამარს. მაგრამ უცხოურმა მედიემა გავრცელეს ინფორმაცია, სადაც წერენ რომ მაიამიში UFC 314-ზე თოფურია ვოლკანოვსკი 2 იქნება. არა და ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო დრო რომ ილია ავიდეს ზედა წონაში და ისლამს ეჩხუბოს. მოკლედ რთულია წინასწარ ასე რაიმე ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ ჩემი მოსაზრებით ეს ბრძოლა წელს მაინც შედგება. UFC-ის ისტორიაში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე მომგებიანი ჩხუბი და თან ისლამს ჯერ არ ეტყობა რომ ზედა წონაში ასვლას აპირებს. ჩემთვის არანაკლებ საინტერესო ვარიანტი დვალიშვილი პანტოჟას წინააღმდეგ. აწ უკვე დაღესტნელების ღამის კოშმარმა გასულ კვირას პირველად დაისვა საკუთარი ქამარი დაღესტნელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ. ეგარი სელფიანის რეკორდი მოიხსნა. ამ მომენტიდან აღარავინ აღარ დარჩა ვისაც უნდა ეჩხუბოს და უპირობოდ და უარგუმენტოდ გახდა ამ წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი. გადაუარა სეჰუდოს, პიოტრიანს, ომალის და ზედ დააყოლა ამ წონის ტოპ კონტენდერიც, რომელზეც რომ რატომღაც ყველას მზედამთვარი ამოსდიოდა. არსებობს შანსი რომ ამ მებრძოლებიდან რომელიმეს განმეორებითი ჩხუბის შანსი მიეცეს ტიტულისთვის, მაგრამ ეს ვინ იქნება ჯერჯერობით კაციშვილმა არ იცის. ყველაზე მეტად სახეირო და მომგებიანი ალბათ ისევ ომალისთან ჩხუბი იქნება. შოუც დაიდგიმება და მერაბითან ისევ მარტივად მოუგებს. ეს სიტუაცია რომ დროებით გვერდზე გადავდოთ, ლანგარზე გვაქვს უმაგრესი ჩხუბის ვარიანტი, პანტოჟა დვალიშვილის წინააღმდეგ. გვაქვს ორი ვარიანტი. მერაბი ჩავიდეს პანტოჟასთან და მისივე ქამრისთვის ეჩხუბოს, მაგრამ ეს ვარიანტი ჩემი აზრით გამორიცხულია. შანსი არ არის ქართველმა ამდენი წონა დაიკლოს. ნუ კარგი გაგებით მერაბი ისეთი გიჟია რომ შეიძლება გააკეთოს კიდეს ეს, მაგრამ ძალიან სარისკოა და ამიტომ არ გვინდა. და მეორე უფრო რეალური ვარიანტი. პანტოჟა ამოვიდეს სუპერ მსუბუქში და იქ ეჩხუბოს მერაბს. ისიც მერაბი დაუფასებელი მებრძოლია, რომელმაც მთლიანად გაასუფთავა საკუთარი დივიზია და ზოგ მებრძოლს ორჯერაც ეჩხუბა. თანაც მისთვის ეს უფრო მომგებიანი იქნება, რადგან შანსი ექნება რომ ორი დივიზიის ჩემპიონი გახდეს. თანაც დვალიშვილისთვის სხვა განსხვავებული ვარიანტი თითქმის აღარ არსებობს. ნუ დვალიშვილისთვის შეიძლება ეს უბრალოდ ქამრის დაცვა იყოს და ბევრად წამგევიან პოზიციას გავდეს ეს ყველაფერი. მე მჯერა რომ პანტოჟას ძალიან მარტივად მოუგებს და კიდევ ერთ ჩემპიონს ჩაიწერს რეზიუმეში. ხო, სანამ გავაგრძელებ, ჩემი კონტენტი თუ მოგწონთ, გამოიწერეთ არხი. UFC 313 UFC 311-ის დროს დაანონსდა, რომ მარტში ვიხილავთ ერთ-ერთ მოულოდნელ და ერთ დიდი ხნის წინ მოსალოდნელ ჩხუბს. გეიჯი ჰუკერი და ანკალავი პერეირა. ჩემი აზრით არ არსებობს არანაირი ვარიანტი გარდა ერთისა. გეიჯი ჰუკერი იქნება ნამდვილი ჩეხაობა.
ბევრი სისხლი, ბევრი გატარებული დარტყმები და სავარაუდო ფინიშიც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ ერთი მებრძოლი მაინც ოქტაგონიდან პირდაპირ საავადმყოფოში წავა. ჰუკერი კარგ ხასიათზე უნდა იყოს, რადგან ბოლო 3 ბრძოლიდან 3-ვე მოიგო. აი, რაც შეეხება გეიჯის, ბოლო ბრძოლაში ჰოლოუეიმ რაც უქნა, კი კარგად გახსოვთ. რაც შეეხება ანკალაიუ პერეირას, სიმართლე გითხრათ, ამ ბრძოლის მოსალოდნელ შედეგებზე ახლა საუბარი პირადად მიჭირს. ერთ მხარეს დგას კაცი, ორგანიზაციის ტოპ სტრაიკერი, რომელსაც შეუძლია რომ ნებისმიერი პოზიციიდან ამ სამყაროს უბრალოდ მოგწყვიტოს. და მეორე მხარეს დგას კაცი, რომელსაც ამ წონაში ყველაზე კარგი გერპლინგის უნარები აქვს. განსხვავებით პერეირასგან. ანკალაიუს ალბათ შანსები კლინჩი თუ ექნება, თორემ ისევ დისტანციაზე თუ დაუდგა პერეირას, იმაზე უარესი მოუვა, რაც ბლაჰოვიჩმა უკნა ფეხებზე. ხო ბლაჰოვიჩი იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დებიუტი. როგორც იქნა, დიდ სცენაზე ვიხილავთ ალექსანდრე თოფურიას. მას 5 ბრძოლა აქვს ჩატარებული და რატომღაც რომ 5-ვე ფინიშით მოიგო. მისი ძმასავით უნიკალური უნარები აქვს, როგორც დგომში, ასევე პარტერში. ჩემი აზრით, ალექსანდრე აუცილებლად გახდება ქამრის მფლობელი, თუმცა ამ ყველაფერს დრო დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი მერაბი შეეცდება, რომ ქამარი სხვებს არ დაუთმოს. თოფურია სანამ ქამრამდე მოვა, მინიმუმ 4-5 ბრძოლის ჩატარება მაინც მოუწევს. ეს კი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დვალიშვილის ეპოქა გაგრძელდეს. კაცი, რომელიც ყველა მიუიწყა, არა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართველებს UFC გაგვაცნო. ეხლა ტეიქდაუნით რომ დაასრულოს ჩიკაძემ რაუნდი. რა თქმა უნდა, ქართული კიკით დაას. ნინძა ბრუნდება. UFC-ს ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC-ს ეგიდით კიდევ ერთ ბრძოლას გამართავს. უგანდელი დევიდ დონამას წინააღმდეგ. მათი დაპირისპირება ამ წლის აპრილში ქვემსუბუქ დივიზიაში შედგება. 30 წლის ონამა გიგასთან ბრძოლას სედიზეთ 3 გამარჯვებით ხვდება. ჯამში კი 13 მოგება და 2 მარცხი აქვს. რაც შეეხება ჩვენს ნინძას, 36 წლისაა და მისი სტატისტიკა 15-4-ზეა. ბოლოს გიგამ 2024 წლის ივლისში არნოლდ ალენთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხებულად გამოცხადდა. ამ მომენტისთვის გიგა რეიტინგის მე-12 ადგილს იკავებს და ონამას აქვს შანსი, რომ თუ გიგას მოუგო, ტოპ 15-ში ამოვიდეს. როგორც იქნა, ამდენი წარუმატებელი გაკეთებული ჯადოს, ხუმრობის, ხვეწნის და მუდარის შემდეგ, სავარაუდოდ, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი შანსია, რომ ჯონსი და ასპინალი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბრძოლა, რომელიც ვარსკვლავებს დახსნის და ჩემი აზრით ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს. მთელი ამ დროის განმავლობაში ჯონსი თითქოს ასპინალს თავს არიდებდა, თუმცა მე ამ ყველაფერს მაინც მარკეტინგულად უყურებ. ჯონ ჯონსს აქვს შანსი, რომ თუ კი ვინმე ჯერ კიდევ ეჭვიეპარება მის საუკეთესოობაში, საპირისპირო დაუმტკიცოს. მეორეს მხრივ კი ასპინალი, რომელიც თავისი უნარებით მართლა შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანად, რომელიც ჯონ ჯონსისთვის რეალური საფრთხე იქნება. დანა ვაიტმა დაადასტურა, რომ მათ ბრძოლას სავარაუდოდ 2025 წელს ვიხილავთ. ხო და ჩვენც დაველოდოთ. ეს ნახე, დოლიძე ვიღაცა ჩანიშნულა ძმა ვერ უსრობა ამ კაც სახეზე. დოლიძესაც ჩანიშნია თურმე ჩხუბი. ჯერ კიდევ ბევრი ისეთი ბრძოლაა, რომლის ხსენებაც მინდოდა ამ ეპიზოდში, თუმცა ამაზე მოგვიანებით. თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.